ანტიგიურზინის გამოყენება უფრო ხშირად უხდებათ მარნეულში. გიურზი დაკბენის აქ თვეში 5-6 შემთხვევა ფიქსირდება. შრატი აქვთ გარდაბანშიც. მოგხსენებათ ეს ისეთი დამახასიათებელი რეგიონია, მინდვრებში მუშაობს ხალხი სოფლებშია და ამიტომ ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ აი ყვენენ და მოყავთ ცოტა დაგვიანებით, იმიტომ რომ არ იციან ზოგჯერ რა მოკვდინა. ქვემო ქართლისა და კახეთის გარდა შემთხვევები ხდება მცხეთა-მთიანეთშიც. ქვეწარმავლების რაოდენობამ იმატა, შესაბამისად იზრდება რისკიც. გველის კვენს დაკბენილი პაციენტის მომართვის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ანტიგიურზინი გავუკეთოთ. ამ სეზონზე 4 პაციენტი უკვე მიიყვანეს ზუგდიდის საავადმყოფოში, 4-ვე მათგანს ანტიგიურზინი დასჭირდა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული მზადყოფნაა. ის მარაგი, რაც არის ამჟამად საკმარისია, თუ საჭირო გახდა კატასტროფის ბრიგადებს გააჩნიათ და მათ შეუძლიათ იმდენად კომპაქტურად არის და გადანაწილებული, რომ უახლოესად ძალიან მოკლე ვადაში მიაწოდონ საჭირო რაოდენობა და გარდა ამისა, როგორც გითხარით, ახლა კიდე დამატებით მოხდება შესყიდვა. სპეციალური რეპორტაჟი, სპეციალური ექსპერიმენტი ამით დასრულდა. მიზეზი ის არ ყოფილა, რომ გადამღებ ჯგუფს ისეთი საავადმყოფო აღმოეჩინა, სადაც შრატი არ აქვს, თუმცა ექსპერიმენტმაც აჩვენა, რომ დასაფიქრებელი ერთი რამ არის. რა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა კლინიკას 2 შრატი აქვს, ქვეწარმავალი კი ერთდროულად უფრო მეტ ადამიანს დაგდეს. სამი ადამიანი რომ შემოვიდეს, რომელიც დაკბენილია გვერდით. სამი რომ მოვიდა ერთდროულად თუ ცაცაკე? ერთდროულად. მარ ვიცით რომელიც პირველი იქნება პირველ როლს იმას გავუდი. მესამეს ალბათ მოიტანენ და მოგვაშველებიან მესამეს. 2 წლის ამილ გასანოვის გარდაცვალებიდან თვეზე მეტი გავიდა. ბავშვის გარდაცვალების მიზეზი გველის ნაკბენი გახდა. 2 დღეში 4 ივლის სიღნაღის სასამართლოში პროცესია ჩანიშნული. მოსამართლე დედოფლის წყაროს საავადმყოფოს ექიმის გიორგი სეხნიაშვილის საქმეს განიხილავს. ექიმის მბრალდება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დაუხმარებლობა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი სიცოცხლის მოსპობა. ასეთ იყო დღევანდელი სპეციალური რეპორტაჟი. ჩვენ უკვე შევხვდებით მომდევნო შაბათს სხვა თემით ამავე სტუდიაში. მადლობა რომ გიყურებთ.